მოყოლას რო გიწყებ, აი როგორია შენი ქვეყანა, არ ვიცი რატომღაც ვიწყებ ეგრევე სვანეთიდან მოყოლას. აი თვალი რომ დავხუჭა ხოლმე სვანეთში ვარ. რაღაცას რო ხედავ, აუცილებლად უნდა დაინახო კადრში მისი ხასიათი. არ ვიცოდი. სვანური სიტყვა და ნიშნავს სამყაროს. სამყაროს ოღონდ მიწიერ სამყაროს და არა ზეციერ. მართლა? როგორც ხედავ რა ფორმაშიც, ან სადაც ხედავ, სადაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ჭუჭყი, შენთვის შეიძლება ის იყოს ძალიან დიდი ამბავი. კი. ვცდილობ რომ ემოციაზე გავთვალო და ეს ჩემ ემოციაზე და არა სხვა, ანუ თვითონ რასაც ხედავ ის კი არა. ანუ მე რა დავინახე და ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ, იცი? იმიტომ რომ შენ თავს აძლევს საშუალებას, რომ გადაიღო ის შენ რაც გინდა. აი ესეთი ადამიანები, რომლებიც ხვდებოდნენ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ამ გზად. მე მიყვარა იქამდე დღესაც ვარ და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. რა, შენ და ესე შენაც 10 წლის განმავლობაში გააკეთე, ძალიან ბევრი ვერ აკეთებს 30 წლის განმავლობაში. ასე რომ ხო. ჩემი ახალი სტუმარი არის ანა ყაჭეიშვილი, ფოტოგრაფი, რომლის განსაკუთრებული ხედვა და განსხვავებულობა არის ის მიმდინარეობა, რომელიც ძალიან გვამახსოვრდება. ის პოულობს ისეთ საინტერესო ობიექტებს, სადაც ჩვენ ვერ ვხედავ, სადაც ჩვენ არ ვამჩნევთ. ის თითქოს შედის უფრო სიღრმეში, უფრო სხვაგან. და ამიტომ ისი დაკვირვება არის ჩვენთვისაც ძალიან გასაკვირი ხოლმე ფოტოგრაფებისთვის. ის არ გავს არავის, აქვს თავისი ხასიათი, არ როგორც ისე როგორც ხასიათი, არამედ ხასიათი აქვს ფოტოგრაფიაში. და ძალიან გულშემატკივროს ამ საქმეს. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყველაზე ესეთი ბევრი ვერ ვაბავთ ხოლმე ვერაფერს თავს, ფოტოგრაფებს გვახასიათებს, მაგრამ ანა მიუხედავად იმისა, რომ გონიათ, რომ თავს ვერ აბავს, აბავს გადასარევად და ესე იგი გვაქვს ესეთი ფანტასტიკური წიგნი სვანეთზე და გამარჯობა ანა. მადლობა რომ მოხვედი და დამთანხმდი ამ ამბავზე. მინდა რომ რაღაცნაირად სხვაbat გაგიცნო, ვინც არ გიცნობს. გამიცნონ. და იცი რა არის? მე პირდაპირ ჩემთვის მე ვიცი რომ ფოტოები არის ჩვენი სარკე. ანუ ჩვენ ვინ ვართ ჩვენ, ამას ყველაზე მეტად ფოტოგრაფია ყვება. და ეს პროექტი რომელიც არის გადაღებული სვანეთში, ამით მინდა რომ ჯერ გაგიცნონ ჩვენმა მაყურებელმა და რას ნიშნავს გიმგამეში, ხო? გიმგამეში. დავიწყოთ. დავიწყოთ. ნიშნავს, მაშინ უნდა გადავახვიოთ 2015. გადავახვიოთ. მოდი დავიწყოთ რაღაც მოყვები, ცოტა ისტორიას. 2015 წელს პირველად ვიმოგზავრე სვანეთში. და აქ დაიწყო ეს ზუსტად მაგია, ჩემი და კუთხის რაღაცა ეს ენერგიების გაცვლა. და პირველად რომ ჩავედი, მეორე წელს უკვე ვიღვიძებ საფხულია და რაღაცა რომ გეძახის, რომ უნდა წახვიდე და რაღაც ჩანცა ჩავალაგე, წავედი. მე კიდე მე 2016-17 მოკლედ 26 წლამდე ესე უწყვეტი მისვლა-მოსვლა. ფოტოგრაფიულად გეძახდა თუ შინაგანად ემოცია? არა, ჯერ აქ 2015 წელი ფოტოებს არ ვიღებ. 2016 წელს უკვე დავიწყე გადაღება. 2016 წლიდან დღემდე უკვე 10 წელია, პრინციპში შეგვიძლია აღვნიშნოთ. ისეთი თარიღია. მინდა გითხრა, შენ და ესე შენაც 10 წლის განმავლობაში გააკეთე, ძალიან ბევრი ვერ აკეთებს 30 წლის განმავლობაში. ასე რომ ხო. ეს არის ის რომ იმიტომ რომ უმეტესწილად ფოტოგრაფებს ჭირდება თავიანთი ხელწერად, ანუ თქო ჭირდებათ ის რომ კონდეს სათქმელი და შენ გაქვს ეს ხელწერაც გაქვს, სათქმელიც გაქვს. სიტყვას ხასიათი. აი ხასიათს როცა შენ ხასიათს როცა არგებ ამ ყველაფერს და შენი ხასიათით რო ერგები რა ამ ყველაფერთან ერთად, ხო? ანუ რაღაცას რო ხედავ, აუცილებლად უნდა დაინახო კადრში მისი ხასიათი, ხო? ადამიანი იქნება ეს თუ რა არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი რა.
უნდა შეძრე რაღაც შიგნით, ჩახვიდე, გაიგო რა ემოციების მატარებელია და აი ეს რო შედგება ეს წამიერი რაღაცა ეს კონტაქტი, აი მაგ დროს ვაჭერ ხოლმე რილაქსს დიც და ვიღებ. ხო. ანუ შევდივარ ან იმ ადამიანის სტვინში თუ არ ვიცი რა, ესე ვიჭერ ხასიათს რა, მოძიეს. კი, და მინდა გიხო ჩანს ეს და თან იცი კიდევ რა არის საინტერესო, რომ უმეტესწილად იმის ხო, მაგის გარეშე რა. თან შენ ემოციის გარეშე ვერანაირ. რა თქმა უნდა, ეხა ეს თავისთავად. ან 2015 წლიდან იწყება გიმგამეში. მე რა ჩავედი 2018 წელს უკვე დავინტერესდი ამ კულტურით, რაღაც შიგნით ჩაუღრმავდი, მე უკვე ენის სწავლა დავიწყე სვანური ენის. მართლა? არ ვიცოდი. გიმგამეში არის სვანური სიტყვა და ნიშნავს სამყაროს. სამყაროს ოღონდ მიწიერ სამყაროს და არა ზეციერ. და ძალიან მომეწონა ეს სიტყვა და ყველას ეშლება გილგამეში ეპოსი როა და ანუ არ არის ეს გილგამეში, არის გიმგამეში. შემდეგ გადავამოწმა ეს სიტყვა ენათ მეცნიერთან ორთარჩხეტიანთან და კი ანა ეს სიტყვა არსებობს და ნიშნავს სამყაროს და რაღაცა ძალიან მომეშვა. კიდე აგრძელებს სვანური სწავლას? კი, როგორ არა. საოცრებაა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მაგრამ და იცი რა მაინტერესებს? აი რაც მე ნანახი მაქვს, ძირითადად ზამთარშია გადაღებული ფოტოები? ზამთარში, იცი რა, ამ წიგნს რო ვაკეთებდით მე და ჩემი მეგობარი ნინკა, ესეთი რაღაცა მითხრა, რომ შენ შეგიძლია ეს ბალენსიაგას ავითო ზამთარი გაზაფხული, ზამთარი შემოდგომა, ზამთარი გააკეთო რა, ყველაფერი. არა, ძირითადად ამ წიგნში ზამთარი შევიტანე, ზამთრის ფოტოები, იმიტომ რომ ეს ხასიათი ესეთი აქვს სვანეთს რა, აი ესეთი ფერიც ესეთი აქვს. სხვა შერს ბევრმა დამისვა კითხვა, რატო ფერადი არა. ოკეი. ხო, და ანუ ფერადი იმიტომ არა, რომ მე ესე ვხედავ. და შენი ხასიათიც ესე ხედავ და აი მეც ყოველთვის მე განსაკუთრებული სიყვარული მაქვს სვანეთის მიმართ და ძალიან ხშირად მაგ ხოლმე ესეთი ემოციური კავშირი და სულ ვამბობ, რომ ჩემთვის საქართველო იწყება სვანეთიდან, თქვა რომ მოყოლას რო ვიწყებ, აი როგორია შენი ქვეყანა, არ ვიცი რატომღაც ვიწყებ ეგრევე სვანეთიდან მოყოლას მოვყვები მე იქიდან, ჩამოვდივარ ქვევით, მოვდივარ რაღაცა ხო ყველაფერს და თან იცით რა იყო კიდე რაღაცნაირად ცოტა თა ძალიან მიყვარს და მეც მაგცნაირია ძალიან დიდ ენერგიას მაწევს. სხვა მართლობს ხოლმე და ამდენად არ გიჟდი გარდავდი. ზუსტად 2010 წლიდან დავამთავრე ურთიერთობა კითხვასთან. ხო და ზღვასთან რაღაცა ისეთი არ მაქვს, მაგრამ აი თან ძალიან მაძლიერებს და ფოტოგრაფიაც მინდა გითხრა რომ საინტერესოა მთაში. სხვა ენერგეტიკა. აბსოლუტურად სხვა ენერგეტიკა, სხვა ვიზუალია. კი. ტრადიციები. უამრავი ისეთი რაღაცა არის, რასაც სულ აღმოჩენაში ხარ და სულ გაკვირებული და გაოგნებული დადიხარ. აი თვალი რომ დავხუჭა ხოლმე სვანეთში ვარ. და როგორც წიგნი. კი, ეგრე არის და რაღაცნაირად მე მაბედნიერებს, რომ როცა მინდა მაშინ შემიძლია წავიდე სემესვანეთში. ეხლა წელს არა, შარშან წინ ვიყავ პროექტი გავაკეთე სტუდენტებთან ერთად და ძალიან მინდა კიდე წასვლა. ეხლა ძალიან მომანდომე ეხლა ეს ამბავი, ერთად წავიდეთ, ხო. ეხლა მინდა დავუბრუნდე კიდე სვანეთს და იცი რა მაინტერესებს? აი სეკვენსი თხრობის აი რა არის მერე მოდიოდა აი რედაქტირება როგორ გადაწყდა ეს მერე დაჯექი და ეს მასალა გაშალე და მერე თქვი რომ აი ეს ამის მერე ვიზუალურად შეარჩიე რა არის მერე თუ ამბის მერე აბა მიდმოყევი როგორ შეარჩიე ვიზუალურად რა თქმა უნდა ანუ პირველ რიგში მაგას ვაქცე ყურადღებას რომ ანუ რასთან შეიძლება იყოს კარგად და ზომასაც ხო? ზომას და ფორმკი, რა თქმა უნდა და მე და ჩემი მეგობარი დიზაინ დავჭიქით. ნუ ის რა თქმა უნდა თავის იდეებს მაწვიდა, მაგრამ მე ისეთი ადამიანია. შეშ გაიტანდი დარწმუნებული.
რომ მეთქი აი 1 მილიმეტრით გადაწევ, ხო იცი რომ შევამჩნევ და მილიმეტრებს რამჭი. მახვედრებ ხო კაი და ნუ ბოლო პერიოდია რომ აი უკვე ძალიან პიკზე ვიყავით, შეიძლება რომ გვეჩხუბა უკვე 1 მილიმეტრზე მეთქი ნინკა გააჩერე, აი სტოპ. აუ მართლა მოდი მაგაზე რომ გავჩვით ერთი წამით. ისი რა მაინტერესებს full frame, ანუ full კადრებია თუ ჭრი? კამერა და კადრიც დაუჭრელი. არაფერს ავჭრი, არაფერს არ ვამონტაჟებ, უბრალოდ ვაშავ-თეთრებ ხოლმე ჩემ ფოტოებს. всё. ეგ ანუ აშორებ ფერს. არაფერს. და მოდი მაშინ ყოველს საყვარელი თემა არის ხოლმე შავ-თეთრი თუ ფერადი და ხო. და იცი რა მაინტერესებს? დღემდე მე კითხვაზე მე პასუხი არ მაქვს. არ გაქვს? იმიტომ რომ ორივე ჩემთვის ძალიან ძვირფასია, როგორც შავ-თეთრი, ისე ფერადი. ხო, არა, ესე არ არის რომ მაინც და მაინც უარი თქვა ფერადზე გასაგები, მაგრამ აი როცა აშორებ ფერს და იმიტომ ამბობენ რომ როცა ფერს აშორებ, რჩება მხოლოდ შიგთავსი და რჩება მხოლოდ თუმცა ვერ ვიტყვი ბოლომდე შენ ფოტოებში, იმიტომ რომ ან ასევე აშუქებდა იღებს აქციებს და არის ძალიან ყველაზე რა თქმა უნდა განსხვავებული ფოტოები, იმიტომ რომ რეპორტაჟს ვინც ვიღებდით ადრე და ესეთი ჩვენ ცოტა სხვა სტილი გვაქვს და ანამ პირდაპირ დაიწყო. ხო და აქედან გამომდინარე მისი ფოტოებიც არის ესეთი რა თავისებური ხატურულია. ცირა უფრო ხატურულიც, რაღაცნაირად განსხვავებული დოკუმენტურიც, ვერ იტყვი რომ თქვათ მარტო ხატურულიც არის. თუმცა აი საგნებს როგორც ხედავ რა ფორმაშიც, ან სადაც ხედავ, სადაც ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ჭუჭყი, შენთვის შეიძლება ის იყოს ძალიან დიდი ამბავი. კი, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ ემოციაზე გავთვალო და ეს ჩემ ემოციაზე და არა სხვა, ანუ თვითონ რასაც ხედავ ის კი არა. ანუ მე რა დავინახე და რა ემოცია წამოვიდა, მაგალითად აი შენ რომ მითხარი ლურჯი საწმარი. კი, ზუსტად აი მაგ ფოტოზე მინდა რომ ვისაუბროთ. ფოტოზე ვისაუბროთ. ეგ იყო კანონი რომ მიიღეს რუსული კანონი ეგ დღე იყო და წარმოიდგინე პარლამენტის შენობის უკან არის რა 9 მილიონი ადამიანი. უცბად ეს 9 მილიონი ადამიანი მოწყდა და პარლამენტის წინ შესაძლებლობთან გადავიდა და მე დავრჩი მარტო რაღაცა ნუ რო ვერ ხვდები საით წახვიდე თუ რა გააკეთო და კამერა ესე მოქვს ჩამოკიდებული და ნუ რა თქმა უნდა მობილური ხელში მოქვს და დავინახა ეს რაღაც ლურჯი საწვიმარი გდია და სიცალიანი აი რა ემოციაც იმ წამს და მე უფლა აი ეს კანონი რომ მიიღეს ზუსტად ის ემოცია იყო ჩემს თვალწინ ანუ აი ესე და ჯერ რა თქმა უნდა მობილურით გადავიგე იმიტომ რომ მეთქი ეს ხალხი რო აქ კიდე შეიძლება გაიქცეს ვიღაცა და წაიღოს ან წაიყოლოს ეს ან ჩაიცვას და ხელი მოკიდოს და ნუ მომეცა იმის საშუალებაც რომ იქ აღარავის არ გაუვლია და გადაურბენია და ავიღე ფოტოაპარატი და გადავიდე. და ეხლა ეს ფოტო ჩვენ რაც გალერეაში რაც კიდია ეს კამერით არის თუ ტელეფონით? კამერით არის. ანუ პრინციპში თავს არ იზღუდა მაინც და მაინც კამერა, თუმცა კამერა პრიორიტეტია. ხო, მობილურიც ძალიან იშვიათად რომ რაღაც გადავიღო, მაგრამ ეს ჩემთვის მაგაც ყარად ხარ რომ გააქვს თან. მე თუ რაღაცა თუ მოხდა და გამოვიწყდა კამერა სადმე ვიცი რომ ტელეფონი ყოველთვის თან მაქვს თან ორი რომ აი ჩემთვის ის ძალიან დაზღვევა ხო და აი რაღაცნაირად ვიყენებთ რა ამ ტელეფონზე ხან ესე არა გითხრა რომ ხა მობილური ძალიან ვიღებ და ამით მე არ მიყვარს მობილური გადაღება მხოლოდ ვიღებ აი ბლოგებისთვის ან რაღაცა პატარა სტორებით უნდა გავაკეთო იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ხოლმე ადამიანებს აი მე რაც გითხარი რომ რაღაცა სახით მაინც გვინდა ხოლმე რომ ერთმანეთს ან რაღაცას გაუზიაროთ როგორ ვიღებ რას აკეთებ აი მე მგონია სულ უყვარდე ხოლმე ხატრები როგორ ხატავდნენ გიშდენ ან თუნდაც დაუშვათ რეჟისორი როგორ მუშაობს სეტზე და როგორ მუშაობს და რასაკეთებს და რაღაცა სულ ვიყავ ეს ჩართული იმიტომ რომ ეს რაღაცა ხელწერის ერთ-ერთი ფორმაა და ამიტომ მე ვცდილობ რომ რაღაცნაირად ეს თანამედროვე ტექნოლოგიები რაც არის და შემოდის შეძლებს და გვარად დავეუფლო იმიტომ რომ არც ისეთი მარტივი არ არის მაგალითად როგორც უფრო ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ფოტოგრაფებს არ ვამბობ რომ ძალიან დაუძველდი. არა, ნამდვილად. ხო,
აი ნახე რო არ და ბევრი ფოტოგრაფი. ხო, მაგრამ იცი აი რო არ და მაგრამ აი ცოტა ეგ არის რომ მე სულ ვცდილობ რომ აი ეს რაღაცები ცოტა ჩავერთო. მინდა რომ თქვა კინოფესტივალს რო ვიღებთ. კინოფესტივალის ამბავი უნდა იცოდეს ყველა. აღარ მართლა და ეხა მართლა მე მგონი ის დრო არის ეს. აბა მოდი შევყვებით. ეს იყო გენიალური ამბავი. ხო, მოკლედ კინოფესტივალს ვიღებთ, ბევრი ფოტოგრაფები ვართ იქ, ოღონდ ლელის ესე ძალიან კარგად არ ვიცნობ, მაშინ გამარჯობით და მოწიწებით რომ ეს არ მომდი რომ აი ლელი ცი. კარგი ეხლა. ეს ჩემი რაღაც საოცარი კამერა მაქვს ან მარტო მე რო ვიცი როგორ უნდა დააჭირო ხელი რომ გადაიღო. ანუ ისიც ხანდახან ჭედავს ხოლმე და ნუ დადგა ეგ დღე რომ აი იმ დღეს გაჭედა მაინც და მაინც ამ ჩემო კამერამ და ხედავ რა ის მილიონი ფოტოგრაფი რაღაც 5 ფოტოაპარატები და მე ერთისაც ზედავი იმით და გაჭედა და ლელი მიყურებს და ანას აქვს ალეცილის სახებს ცხოვრება. არა, მიყურებს არა. ეხლა სანამ გავაგრძელებთ, ეხლა მოყვები ჩემთან რა ხდება. მე ბედნიერი სახით, ჩემი 600 აბა რაღაცას ვიღებ და უცბად აი ბნელა არა. ბნელა, იმიტომ რომ იქ რაც გამოდის ვიღაცა ეცეთ. ხო, აი აქ მოდის სახე. ლელი. და მეთქი რა აი ზამ მე ნახა ვიზრელაპარა რა ჭირს მეთქი ამას. ხო, მოკეთ ხო და მე გაგრძელი შენ. კამერაზე ლელი იქნებ შენ მიშველო რომ რა ჭირს ამ კამერას რა დაემართა არასოდეს ესეთი რაღაც არ დამა. ანუ ერორები ქონია, მაგრამ ეგეთი არა. და ნუ მივედი ლელისთან მეთქი აი იცის თუ რაღაცა და ლელი სად ქონდა ხა იმდენი დრო რომ ის რაღაცეები იქ მენიუში შესულიყოთ რაღაცა და ესე მოიხსნა ორი კამერა დამკი ესე ჩამოვიდა. მოგესია და რანჩი გავა. ჟურნალისტი ბიჭი მოდის და კამერა ხომ არ გინდა და ხო რაღაცა ვინც კი ამ ფოტოფესტივალი კი არა, ანუ კინოფესტივალზე. ხო მე რაღაცები მეც გადაიღო და მე მქონდა ეს კონკრეტული ლინზი აიგეცა და რაღაცნაირად გადარჩა. ხო, და ლელი მეუბნება რომ ეხლა შევალო და სანამ შენ აქ რაღაცებს არის. სანამ ტირი ხარ გამბავი. სანამ ტირი ხარ რომ 5 კადრი გადამიღო. ხო, კი როგორ არ მახსოვს. და მეორე დღეს მირეკავს არ მირეკავს არ მომწერე. ხო, მოგწერე მეორე დღე გამოდიო აქო და მაჩქა ლელიმ კამერა. ხო, იმიტომ ეს არა კამერა მაჩუქე მართალია და უბრალოდ იმიტომ რომ ეცით რა არის ხანდახან რომ და მე ვიციო ფოტოგრაფისტვის ეს რას ნიშნავს და ძალიან საყვარელია იქ დღე არ დამავიწყდება არა არც მე მართალია მე ჩემი რაკურსი და ჯერ აქ რო ხო მე გიცანი ესე ახლა ხო და იცი რა არის ეგ არის რაც გამოტივირებს ადამიანს რაღაცა გააგრძელო და აკეთო მე მქონია ეგეთი შემთხვევა რომ პატარა რო ვიყავი და ახალი დაწყებული მქონდა ფოტოგრაფია რაღაც კონკურსში ვიყავდი მონაწილეობას და რა თქმა უნდა არ მოხდა ჩემი ფოტოები იმ კონკურსში არა თვითონ ფოტოაპარატი გაგბუჭები ესე შევაკადეს მე ვარ ესე დამართნია აღარ მოყვებით მოკლედ ესე მოხდა რომ ესე და გაფუჭდა კი არა და ვერ არ მიიღო მონაწილეობა ჩემ ფოტოების კონკურსში ძალიან გინერვიული რა და ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შახვალა დაივაზოვმა დამასაფორთა ანუ ხარი დამეჭირა როგორი ფორმით მან გამოიტარა თავის ფოტოები იმ კონკურსიდან კაი რა და თქვა რომ თუ ესეთ ადამიანებსო თქვენო არ გაუშვებთ და თუ არ მადლობა მაინც უთხარითო ხალ ადამიანსო რომ მონაწილეობა მიიღო და თქვენ ხო თქვენი ქცევის გამო მან შეიძლება საერთოდ ფოტოაპარატს ხელი აღარ მოკიდოსო და მინდა გითხრა რომ აი ესეთი ადამიანები რომლებიც ხდებოდნენ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გზად მე მიყვანა იქამდე დღეს სადაც ვარ და აკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. ძალიან დიდი მადლობა შახს და შახს რა თქმა უნდა მადლობა ლელის. აი მოდი გავაგზავნოთ ახლა ეს ჩვენ ფოტოგრაფიაზე და იცი რა მაინტერესებს? ეხლა რას აკეთებ? რა პრაქტიკა? ეხლა ვისვენებ. მე მგონი იმსახურებ რაღაც ბოლო 2 წელი იმდენი რაღაცები მიყვა ეხლა ძალიან რთულია გააკეთო გამოფენაც და წიგნიც ერთად რა. აი ძალიან რთულია და თან მარტო რო აკეთებ ამ ყველაფერს ასმაგად რთულია. ძალიან. იმიტომ რომ არ იცი რას აკეთებ, ანუ რაღაცა იდეა. სწავლობ თან გზადაგზა. ეს არის იდეა მაგალითად. ახლა ესეთი რაღაცეები გვაქვს წამოიღო. მეთქი ეს რა არის თქო და ეს
რა. ეს არის აი ეს ჩავჯღაბნე და მიუტანე რა აი ამ პროექტს ვაკეთებ თქო და ახლა მიდი და გაიგე რა არის. ეს არის გამოფენა. მეგონი სვანურად გიწევ. სად არის ღმერთი? ანუ შენ რო იცი, ხოლო მარტო შენ რო იცი რა ხდება რა და აი ეს გინდა ადამიანს ეს ნახე. ზომელი კამერას აი ნახე რა მაგარი დაწერია. მამისა და ძისა და წმინდისა სულისა მერე კირიელისგა? კირიელისო? სოქსო, კაი. ამოვშალეთ თუ დავადეთ. არის პირველი შეიძლება ამასა და ძისა? ხო არა. აუ ძალიან მაგარი, ეს არის ძალიან პირადი, ჩანაწერებით არის, როცა ჩვენ რაღაცა ნოუთებს ვაკეთებთ და ესე ვაკეთებ ხოლმე. იმიტომ რომ ისი როგორ არის? ანუ შენ აკეთებ სწორად. აი გეტყვი ვერად გულისხმობ. აი ნახე, მე მეჩხუბებია რომ არასწორად ვაკეთებ. ეს არა მოკლედ. აგერ ქალი ანუ საყოველთაოდ მეუბნებია. მე საერთოდ არ ვარ გამოფენის ფოტოგრაფი. ხო. არის გამოფენის ფოტოგრაფები, არიან არა გამოფენის. მე ვარ არა გამოფენის ფოტოგრაფი. მაგრამ ვინც გამოფენას აკეთებს, ჩემ თვალწინ იმდენმა ფოტოგრაფმა თავის დროზე გოგით საგარელი შეახვალა. აი ეს ძურფასი ხალხი აკეთებდა სულ გამოფენას. და სულ აკვირდებოდი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის. აი მაგალითად გოგი ამბობდა ეგეთ რაღაცას, რომ თუ არ დაკიდებ ფოტოსო და თუ არ დაინახაო როგორიაო, ვერ გაიგებ ეს ფოტო კარგია თუ ცუდი. სხვათა შორის სულ მაგაზე ვფიქრობ ხოლმე, ხო? ვიცი რატო? ეხა ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ფოტოს დაბეჭდა მომიწია და აი ზამთრის ფოტო რო დავბეჭდა, ვუყურებ ლელი დაბეჭდს და მეთქი კაცო ის ან ამათმა რაღაცა ხო არ ქნეს, ან ეს ჩემ ფოტოზე არ იყო და მე ვაკვირტებ ეს ზუმავ რა არის. ანუ დაბეჭდელზე სულ სხვა ფოტოა. და ქაღალზე ის სულ სხვა. კიდე ფოტო უნდა სუნთქავდეს. ცოცხალია, იმიტომ რომ თუ კედელზე არ დაკიდე თუ არ თუ საშუალება აქვს ფოტოგრაფს, არ ვიცი, 1-3-4 ფოტო მაინც უნდა დაბეჭდოს, რომ დაინახოს თავისი ნამუშევარი. იმიტომ რომ ეს ეკრანზე რო უყურებ, არაფერი არ არის. ანუ იქ შეიძლება მოგწონს რაღაცა, მაგრამ ეს რო დაიბეჭდება, ის სულ სხვა რაღაცაა. დამჭერა. კი, საოცრებაა და დაბეჭდილი ფოტოს და აი რა ენერგიასაც დებთ და რა ემოციასაც დებთ, აი უკვე ნაბეჭდში უკვე აი ყველაფერი კარგად ჩანს. აი როგორც არკესი. იცი რა, ადრე ხა მე ცოტა ისა აღარ ვიტყვი. არ იყო დიდი არჩევანი არაფლის. არც ქაღალდის, არც ფირის, არც ფოტოაპარატი, აი არაფლის. მინდა შეიძლება რომ ეხაც რაღაცა. ხო, მაგრამ იცი რა, არჩევანიც არ იყო კიდე თემების, იმიტომ რომ არ ვიცოდით ეს რა იყო. მაგრამ ძალიან ბევრი ეტაპები გაიარა ქართულმა ფოტოგრაფიამ ზოგადად. და აი ეს ეხლა რომ ვბეჭდავ ხოლმე, რომელ ქაღალზე დავბეჭდოთ, რა ზომა დავბეჭდოთ, როგორი ჩარჩო გავუკეთოთ. მილიონს ფიქრობ, რომ ეხლა ამ კედლის ნახატია თუ იმ კედლის და ეს მის გვერდზე არ კარნახობს ხოლმე. რა თქმა უნდა, აუცილებლად. ანუ ეს მეუნა, მე რა ეხლა გაჩერდი, ამაზე დიდი არ დაბეჭდო. ანუ ამაზე რომ მეუბნებიან, რომ დიდი ზომა დამიბეჭდე. იცი რა, არ არის ეს ფოტო დიდი ზომა. ზომა ხო? ანუ იმიტომ რომ აქ უკვე ის ყველაფერი რაც ამ ფოტოს გააჩნია თავისი ენერგია. ხო, არის ეგრე. რაღაცა არის ამხელა. და თან იცით რა არის კიდე კედელზე რო კიდია ფოტო გინდათ სახლში იყოს ან გინდათ გალერეაში, იმ ზომას აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ რაღაცასთან მიდიხარ ახლოს. რაღაცასთან მიდიხარ შორს. შენ გიკეთებს ის რაღაცა სივრცეს. ამიტომ შესაბამისად ესე არ არის, რა თქმა უნდა და ამიტომ ეს ფოტო რა თქმა უნდა კარნახობს რა ზომის უნდა იყოს და სად ყოველდღე ძალიან ბევრს მოგზაურობ ხოლმე. ძალიან ბევრს მოგზაურობ ხოლმე და მუზეუმში რომ მივდივარ და ბოლო პრესი რაღაცა. ჩემ პარიზული თან. ხო და ესე რა ასე ვაკეთებ ხოლმე. აბა ვიღაცა რომ იყოლოს სიტყვის რომ ესო დაცოდო და ბეჭდო მე მგონი აუცილებლად. ხო და მოკლედ ფოტოს რომ ხედავ გალერეაში ედვარდ ვესტონის ან რაღაც სხვა ცნობილი ფოტოგრაფის გარწებროსონის და ზომა ესე იგი ვაკვირდებოდი ზომას. მე რას ვაკეთებ ამ ზომას ხო ვაკვირდები? მე ვივდივარ გვერდიდან. ეხლა სადა ყველაფერს ვაკვირდები, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ინფორმაცია, რადგანაც ვიღებთ ამ რადგანაც სწავლობ რა. იმიტომ რომ მაგალითად უმეტესწილად როგორი ნეგატივიც იყო, რა ზომის ნეგატივიც იყო, ზუსტად იმ ზომას ბეჭდავ და ძალიან ძველი მაგის თავის დროს. ეგ არის ხომ საინტერესო შუშაზე გადაღებული, რომელიც არის რაღაცა თავის ზომით და ის როგორი ორიგინალში მე ძალიან მაგარი რაღაცა ფოტოები მხვდება ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში და იქ როგორი ნაბეჭდია, აი
ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება რა ამის ყოფის ყურება და რაღაცნაირად ძალიან მადლიერი ვარ, ამის საშუალება მაქვს ხოლმე, რომ ესე ასე ვისიამოვნო, იცი რა არის, აი წიგნში რომ ნახავ და მე გამოფენაზე ნახავ, ეს კიდე ცალკე ემოცია. ცალკე კი, იმიტომ რომ ფოტო ქაღალდზე გადატანილი ფოტო მართლა სხვა ემოციაა. ოღონდ მაგას ახლა ბოლო პერიოდში მივხვდი, იმიტომ რომ ადრე კი ვბეჭდავდი რაღაცის ფოტოებს ვიღაცებს უნდა თან გასაგზავნა და აი ძალიან ჩქარა რომ ვერც აკვირდებით რაღაც და ანუ კედელზე ან გამოფენის დროს რო უყურებს სხვა რაღაცა გალერეაში ჩამო ეს კედელზე. მე გამახსენდა რომ არა მხოლოდ გალერეაში ქაბატონო, ანა თქვენ ასევე გადასარევად ქონდეთ გამოფენა გაკეთებული სვანეთში. ქუჩაში. Yes, მოყევი. კი. რატო გადაწყვეტე? აი ეს არის. ეს იყო ეს არის. Oh my god. ეს გამოფენა იყო ჯერ ჰუალინგში. და მე მაგას სვანეთში ვიყავი ჩემი სხვა პროექტი და უბრალოდ დავინახე ანას ფოტოები. დაიტანეს სვანეთის მუზეუმში. აი მუზეუმის ეზოში იყო ფანტასტიკური. და რო წავიდეთ სანამ შეხვალ მუზეუმში შენ ამ ფოტოებს უყურებ. ძალიან მაგარია. წერს უცხოელები რომ რაღაც მამატებენ და მადლობებს მიხდიან რომ ძალიან კარგია, ძალიან მოგვეწონა იდეა. იცი რა, უცხოელებისთვის სვანეთი და საქართველოს ძალიან ეგზოტიკურია განსხვავებული, მაგრამ ქართველები როგორ იქცევიან? ძალიან მოწონთ. აი მაგის მოყოლა მინდოდა და ვერ მოვაბი თავი. ჰუალინგში რომ გავაკეთე, ეს არის წარმოიდგინე ღია სივრცეა, სადაც მანქანები დადიან, ბავშვები დადიან, ადამიანები დადიან და ორი კვირა ჰუალინგში იყო ეს გამოფენა. არანაირი დაცვა და არანაირი კონტროლი არ მქონდა იქ, იმიტომ რომ ძალიან ეს დაცვას რო თხოვე, მკითხავ, სწორედ ძალიან ისეთ კოლოსალურ თანხებზე ადიოდა, მაგას ვერანაირად ვერ შევწლებოდი და უბრალოდ ღამე მივდიოდი ხოლმე. 1 საათი ჩერდებოდი და ვაკვირდებოდი რამე ხო არ დააზიანეს, რომ მეორე დღე შემეცვალ ან რაღაცა. აი მადლობა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო, ვინც იქ გაიარა. და ერთი რაღაც ეს პასტიტას კი არ ჩამოუჩხაპნიათ 2 კვირის მანძილზე. აი მართლა ვიყავით, კი. საინტერესო. იცით რა არის? არსებობს ესეთი. ყოველს აქვს მომენტი, რომ ქუჩაში ხედავ, შეიძლება მივხვიდე რაღაცა მოატეხო, დააწერო, აი იმდენად ის იყო. მეგონი სვანეთის თემები გიცავდა სვანური. მე დაინახეს ეს კოშკები. ხო, ცოტა ისეთ. ეგრევე ქართულმა გენმა გაიღვიძა. ძალიან მაგარი. იცი რა, არსებობს ესეთი ტიპის ფოტოგრაფია, ფოტოგრაფებს ეძახიან, ამას ვეძახით ბარათის ფოტოგრაფია. აი, როდესაც ადამიანები იღებენ საბარათე ფოტოებს. აი, რატომღაც ასე ჩამოყალიბდა რაღაც კლიშეს ფორმა, რომ მაინც და მაინც შენ თუ გინდა გადაიღო მესტია, უნდა ახვიდე იმ სასტუმროს ეზოდან, იქ რაღაცა იმ מה תקווה. נכון, უმეტესწილად ხალხი და ძალიან ხშირად ხოთა შორის ესეთი ფოტოგრაფებიც აი აქედან არის კაი რაკურსი, მეთქი ისე მე მიდღებ გავიგე. იმიტომ არსებობს ეს იმიტომ რომ ჩვენ მაგას ვსწავლობთ, რომ რასაც ვხედავთ, ის არის ჩვენი. აი ზუსტად ეგ არის. შენ თუ იქიდან იღებ, ხოთა შორის ეს მე ადრე ერთხელ ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს, შევარდნაძის დროს, ასე იყო, ხო? მაგრამ მე ძალიან ახალგაზრდა ვარ, მაინც ძალიან. და შევარდნაძის დროს იყო ეს სიტუაცია, რომ ერთხელ მოდი პირველად რო წავედი გადასაღებად პრესკონფერენციის, რა გავაკეთე პირველი. არ ვიცი, რაღაც ინსტინქტის დონეზე ვქენი, ეს ახლა შედევრი იყო მეთქი, მაგრამ რა გავაკეთე და პირველი რაც ვიკითხე კონკრეტული ფოტოგრაფები ჩამოვთვალე, ისინი სად დგანან, როცა იღებენ. უყვარს იქ დგომა, იმას უყვარს იქიდან იღებს და მე მივხვდი, რომ მან არც ერთ ეგეთ ადგილას არ უნდა დავდგე. და მანდ მივხვდი, რომ ის ასაც, რომ მე იქიდან ზუსტად გავთვალე რა კადრი ექნებოდა, მაგრამ მთელი ამბავი ხო ის არის, რომ შენ ისეთი ფოტო გადაიღო, რომ იყოს შენი ფოტო რა და აღარ მოუყვები მე იმ ფოტოს რა მოყვა და რა ამბები, თუმცა კი ძალიან მინდა, მაგრამ აღარ მოუყვები და ეგ არის რა, შენ რასაც ხედავ, არის ეგ. სხვა რასაც ხედავს, არის მისი. ამიტომ რაღაცას უნდა დავაფასოთ ის ჩვენი მომენტი, დრო, რაღაცა ჩვენი ემოციური კავშირი, ყველაფერი და იმიტომ რომ ფოტო არის ჩვენი ხედვა, რაც თქვენთვის საინტერესო ხდება მე ეგ
გარდა რომ მივახცევს ჩვენს ხო? ძალიან რა აღმოაჩინოს რა? პირველს რომ დავიწყე რაღაც ფოტოგრაფიაში რაღაც ნაბიჯები რომ გადავდგი, ეს Fashion Week-ზე მივედი და აი იქ რომ დამხვდა რაღაც აი ზუსტად შენ რაც ახსენეთ, რომ ის სად დგას თუ რაღაც აი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა მოდის ფოტოგრაფია, იქ მივხვდი, რომ დავამთავრე რა, ანუ პირველად მივედი და დავამთავრე იქვე. მეთქი მე აქ ვერ ვიმუშავებ, ვერ ანუ ეს ეს ვერ ვიმუშავებ, რას გულისხმობ, ანუ შენთვის აღარ იყო საინტერესო თუ ну შეკვეთა იყო თუ რა ხო შეკვეთა არ იყო ჩემს სურვილით მივედი და გადავიღე და მინდოდა მე ეს ფოტოები გადამეგზავნე და რა თქმა უნდა აღარ გადავაგზავნე რომ მეთქი შეიძლება მე ამიყვანონ რაღაცა ოკეი ანუ ცდილობა იყო რომ იქნებ ხო გასაგებია მე მოკვდა ხო შენ იცი რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ იცი იმიტომ რომ შენ თავს აძლევს საშუალებას რომ გადაიღო ის შენ რაც გინდა კი რა თქმა უნდა ამას წლები უნდა იყო ამას წლები ვერ ვახცევ მე პირადად ბოლოს მე რაც გადაღება მე რომ გადავწყვიტე რომ მე რაც მინდა ის გადავიღო ალბათ ბოლო 8 წელია თუ 9 წელია მანამდე ფაქტიურად თავიდან მეც მქონდა გაიძიების პროცესში რო ხარო აი რა გინდა ხო ანუ ცალთეთრი გადაიღო ფერადი გადაიღო მოდა გადაიღო ქუჩა აი ქუჩას ძალიან დიდი ხანი ვერიდებოდი რა მე მგონა რომ ვერასოდეს ვერ გადავიღებდი რატო არ ვიცი სხვა ჟანრია სხვა მართულება მაინც არ ვიცი აი თავიდან რაღაცა უფრო კონცეპტუალურ ფოტოს მივაყარე ხო ნუ რაღაც ერთიო გადავიღე მომეწონა მე მეორე მესამე რა კაი ძალიან იმიტომ რომ სიამოვნება არის ეს პროცესიც ხო რა იცი რა ეს ფოტოები არის ჩვენი ამბავი რასაც ვაკეთებთ რა თუ ხარ თავისუფალი ან ყოველფრისგან უნდა გათავისუფლდე და შენ თავი იყო რა პრინციპში არავის არ უნდა შეეკითხო даже აზრიც კი რა რამდენჯერაც ესე ვინმეც ვკითხე იმდენჯერ მივხვდი რომ აი ჩემი თავი დავწია მე რაღაცა ნახევარი წლით უკან მაგალითად რაც საინტერესოა ძალიან რთულია ის სწავლების პროცესში როცა სტუდენტებს ვასწავლეთ მაგას ვამახვილეთ მაგაზე ყურადღებას რომ იმდენი არ უთხრა ან ისეთი რაღაც არ უთხრა რაც მე დაკლიშედ აქცევს ან მაგალითად რაღაცა ეცდება რომ მოგბაძოს ან რაღაცა შესაბამისად ეგ ძალიან რთულია ხოლმე სწავლების პროცესში რომ ინდივიდუალურობაზე იფიქრო მას რა მოწონს და ის ასწავლოთ ან რამას რა მოსწონს იმიტომ რომ ხშირად ინსტინქტის დონეზე იღებენ ხოლმე ფოტოებს და არა გააზრებულად რომ აი ხა მე ეს რაღაც თუ შენზე გაქვს რამე ამ ინსტინქტებთან დაკავშირებით გვეტყვი ერთ-ორ სიტყვას ეს მეძახის ხოლმე რაღაცები აუსმინოთ რაღაცა ხო შენ უბრალოდ უნდა მოусმართო უნდა მოусმინო აი ყველაფერს უნდა მოусმინო უნდა შეიგრძნო სად ხარ როგორ ხარ რა ხდება, აი აქ მაგალითად რას გადავიღებდი დაუსვა ეს ყველაფერი კითხვები შენ თავს რა რომ რა მოგწონს აქ ხო აი ამ შემოსაყვარელო ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ძალიან გავერთე მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვსაუბრობთ ამ თემებზე მაინც ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ახალი და დამაფიქრებელი გემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი გამომყევით მიყურეთ მომწერეთ ნახვამდის